ქართულმა საკვირაო სკოლამ მამული ისრაელში მერვე სასწავლო წელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმით დახურა. საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. ამის შემდეგ მაყურებელი ქართულ მუსიკალურ სამყაროში გადაინაცვლა და ღონისძიების მთავარი ნაწილი ცნობილი ქართული მიუზიკლის ვერის უბნის მელოდიების თემატიკას მიეძღვნა. პედაგოგების თქმით, სიმღერა და ემოციური ისტორიები ბავშვებისთვის ქართული ენისა და კულტურის გაცნობას უფრო მარტივსა და საინტერესოს ხდის. სწორედ ამიტომ წარმოდგენის მომზადებამდე ჯერ უყურეს მიუზიკს, გაეცდნენ მის პერსონაჟებს, ეპოქას და შემდეგ სიმღერებსა და სცენების შესწავლას შეუდგნენ. იგი გაკვეთილზე რო შევდივართ, საკმაოდ ისეთი დიდი დრო ეთმობა ტექსტზე მუშაობას. და ამას მარტო მე არ ვაკეთებ, მე მეხმარება ქალბატონი ფიქრია, ძალიან ხშირად შემოდის ოთახში არჩილი და გვიწევს სიტყვით ახსნა, თუნდაც გაკვეთილებზეც რომ შემოდიოდნენ, ესეთი ხია ძალიან უხაროდათ ამ სიმღერების შესწავლა და თვითონ გაკვეთილი პროცესის და ამით ყველაზე ასე ვთქვათ, პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვების თვალებში ხედავ რაღაც გავწყინებულ სახეს და როცა უხარიათ ეს. და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა მეც ამხელა მოშორებული ვარ ჩემს ქვეყანას, აქ მიწევს ცხოვრება დროებით და ძალიან მიხარია რომ ჩემს საყვარელ ბავშვებთან მაქვს შეხება და რაღაც გარკვეული პატარა წვლილი მე ჩემს. სკოლის დირექტორს არჩილ ხუციშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სკოლის დაარსებიდან დღემდე. ის მეუღლესთან თამართან ერთად აქტიურად არის ჩართული სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ის თითეული მოსწავლის მეგობარია და მათ წარმატებასაც უწყლოდ ზეიმობს. დირექტორი ყოველ შაბათს სრულად უსწავლთ და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ბავშვებისა და მასწავლებლების ტრანსპორტირებას, რათა სასწავლო პროცესმა შეუფერხებლად ჩაიაროს. ფიქრია ლეჟავა 16-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით განცხადებისა და გასაუბრების შემდეგ სკოლას გახსნისთანავე შეუერთდა და საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ამბობს, რომ მისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ქართული პედაგოგიური რეალობიდან ისრაელის განსხვავებული პროგრამებით შეჩეულ ბავშვებთან მუშაობა. ჩვენ ვერ გებით ბავშვს. საქართველოშიც უკვე ასე არის, რომ თითოეულ ბავშვს შენ უნდა მოერგო და მასზე უნდა აწყო ის გაკვეთილი. აქ არა მაქვს ის, რომ გინდა თუ არა ასაკით დავყო, ვერა. მიზის 5 წლიანთან 8 წლიანი, იმიტომ რომ ზუსტად იმ დონეზე არის ის ბავშვი, რომ იმანაც საუბარი ელემენტარულად ბავშვები მყავდა, რომ საერთოდ არ იცოდნენ ქართული და სურათებით, აი სურათების ჩვენებით და იმით ვასწავლეთ. ამიტომ დაყოფას რო აკეთებ, მე შენ უნდა მოარგო იქ უკვე ბავშვს და არა ის, რომ ის მოგერგოს შენ და მოერგოს სახელმძღვანელოს. ანუ ის სახელმძღვანელოც თუნდაც არ იყოს სახელმძღვანელო, შენ უნდა მონახო მასალა, რომ შეუტანო ბავშვს და მისცე ეს. აი მაგაში ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი. ჯერ ის რომ მიედინება ძალიან გული მწყდება, რომ ამდენი წელი რომ უკვე შენად თვლი და შენი ნაწილია, მაგრამ სამშობლოში რო ბრუნდებიან, აი 1 და 2-ც რო ბრუნდება, უკვე იმხელა ვიზრდები და სხვათა შორის ძალიან მშობლები კმაყოფილი, ზუსტად იმავე კლასში მოუწიათ დაჯდომა, არ მოუწიათ წელის გაცდენა, უკვე წერა-კითხვა, ჩემი მიზანია ძირითადი რომ ვასწავლო წერა-კითხვა და ელემენტარულად აზრი გამოიტანონ ის უცხო სიტყვები, რაც არის, რომ ის ახლა ხშირად ვაკეთებინებ თუნდაც აი ეს დამოუკიდებლობის დღე რო იყო, ახლა გაბრიელს ეს თავისით ჰქონდა. აი რა აქვს საერთო, ისრაელიც აღნიშნავს ამ დღეს, ქართველებიც აღნიშნათ ამ დღეს. აი ეს ამდენ 30 წლიანი მეგობრობის საერთოს ხშირად ვეძებ, რომ ორივე ქვეყნის სიყვარული კონდეთ და ორივე ქვეყანა უყვარდეთ ძლიერად და აი ჩემი მიზანი ის რელიგიასაც ხშირად აი რო ვაკეთებ ამათი რელიგია არ არსებობს ამათი დღესასწაული რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ამათ რელიგიაზე ასევე ჩვენს რელიგიაზე რომ
როგორ შეიძლება წმინდა მიწიდან წამოსული ადამიანი და ჩვენ ქრისტიანები და აი ძალიან ბევრი სიახლოვე და მინდა რომ აი ორი ქვეყნის ის კი არა რომ მარტო ქართული ორივე სამშობლოს სიყვარული და აქედან ვეუბნები რომ წაიღეთ ბევრი დააგროვეთ და გამოადექით ჩვენ სამშობლოს. მადლობა ამ ქვეყანას. დიდი მადლობა. მომცა ჯერ იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ამ სფეროში ჩემი თავის რეალიზება აქაც შევძელი. ამის გავაკეთე ის მაქსიმალური, რასაც საქართველოში ვერ გავაკეთებდი. მინდა რომ ჩემი სამშობლოც ისეთივე ძლიერი, ისეთივე მხრებში გამართული იყოს და ყველა ქართველი, თუნდაც აქ დაბადებული ერთი ქართველი ბავშვიც მინდა რომ სულ ყველა დაბრუნდეს. წებსმა უთხრა საქართველო არის ესე. სკოლაში ამბობენ რომ სანამ თუნდაც ერთი ბავშვი მაინც მოისურვებს ქართული ენისა და კულტურის შესწავლას, სკოლა იქამდე იარსებებს. მათი თქმით, ამ საქმის წარმატებისთვის პედაგოგების თავდადებასთან ერთად მშობლების აქტიურობა, მხარდაჭერა და მონდომება არანაკლებ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ამ ერთგულების მაგალითია გაბრიელი, რომელიც უკვე მე-7 წელია ყოველ შაბათს დედასთან ერთად ქართულ სკოლა მამბულს სტუმრობს. გაბრიელმა დედასთან ერთად მამულის მომავალი თაობაც გაგვაცნო. ესეც მომავალი თაობა. ეს მომავალი სტუდენტია. 7 წელია რაც გაბრიელი დადის პირველი კლასიდან ქართულ სკოლაში და ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის შაბათი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე არის დასვენება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე, მთელი კვირა ველოდებით ხოლმე სულ მოუთქმელად, იმიტომ რომ აქ ჩვენი ბავშვები ეუფლებიან ქართულ ენას, სწავლობენ გამართულ მეტყველებას და ქართველებთან გვაქვს ურთიერთობა. ამიტომ გეუბნებით, აი მთელი კვირა ველოდებით შაბათ დღეს სულ მოუთქმელად იმისთვის, რომ ესე შევიკრიბოთ, არა მარტო ბავშვები, მშობლებიც, რომ ესე ერთად შევიკრიბოთ და ქართული სული იგრძნობა მაგ დროს ჩვენთან. ხო, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სკოლის დამფუძნებელს, დირექციას, პედაგოგებს, რომ ასეთ ღვაწლს დებენ ჩვენი ბავშვების განათლებისთვის და აღზრდისთვის. 2 წლის წინ ნონა აბრამიძე ისრაელში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საცხოვრებლად. მან თავისი შვილი ნინო კი ქართულ სკოლაში მიიყვანა. ცოტა მოგვიანებით კი მშობლის სტატუსთან ერთად ხელოვნების მასწავლებლის სტატუსშიც შეითავსა. დიახ, აი მე რასაც ვიტყოდი, რომ ეს იყო ქართული სკოლა ჩვენთვის ამ უცხო მიწაზე ახალი ნაბიჯები, ამას ვიტყოდი. და აი ძალიან გამიმარტივა აქ ინტეგრაციის პროცესი, იმან რომ აი ეს სკოლა დამხვდა იყო, აი არ ვიცი, საუკეთესო აღმოჩენა ჩემთვის. მოწვევა იყო, მაგრამ იყო აი ძალიან დიდი მხარდაჭერა მშობლების, მათი ერთსულოვნებით, ბავშვების თითქმის მაგ გაუცხოების მომენტი, ან ორ ქვეყანას გაყოფის მომენტი არ იყო ბავშვებში, იმიტომ რომ მაინც ქართული აზროვნებით უმეტესი პროცენტი იყო ასეთი. რამდენიმე ყავს რუსულენოვანი ბავშვი, ცოტა მათთან იყო უფრო რთული მუშაობა, მაგრამ დანარჩენები უფრო ქართული იმით, სულით. რა გახსოვს აქ რომ მოხდი და იტყვი რომ ქართულ სკოლაში ვისწავლე, რა არის ეს? თბილისო, სიმღერა, ანაბანა და ივრითული ჰიმნები. გარემო, რომელიც ქალბატონ ნონას სკოლაში დახვდა 2018 წელს შეიქმნა. იქამდე კი იყო იდეა, რომელიც 2013 წლიდან ეკიმანესეს დიალოგს ირაკლი კელაძეს ეკუთვნის. მოგვიანებით კი საქართველოს საელჩოს დახმარებით ამ იდეამ ფრთები შეისხა. მას შემდეგ სკოლა არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ეს ფრთები არ დაღრელა. პირიქით, დამფუძნებისა და გუნდის ძალისხმევით სკოლა დღესაც თავდაჯერებულად მიიწევს წინ. და ბევრ ბავშვს აძლევს შესაძლებლობას ქართულ ფესვებთან კავშირი შეინარჩუნოს. საელჩოს ინიციატივით მიმიწვიეს საელჩოში ბატონ მაშინდელმა ელჩმა ბატონ პაატა კალანდაძემ და იქ წამოიჭრა ეგ საკითხი, რომ საკვირაო სკოლის შექმნის თაობაზე და მთხოვა დახმარება ამ საკითხში. მეც სიამოვნებით დავეთანხმე. პირობა იყო ესეთი, რომ ბოლომდე უნდა დამხმარებოდა საელჩო თავად პაატა კალანდაძე, მან პირნათლად შეასრულა სიტყვა. და სიმართლე გითხრათ, ეს პირველი წლები იყო იდეალური, ფანტასტიკური წლები ჩვენთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართულ სახლში ფუნქციონირებდა ჩვენი სკოლა. მადლობა საპატრიარქოს მის უწმინდესობასაც
განსვენებულ ჩვენს ილია მეორეს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ისრაელში პირველად დაარსდა პირველი ქართული საკვირაო სკოლა. შეიქმნა გუნდი, ეს ბრწყინვალე გუნდი, რომელიც დღემდე მოყვება 8 წელია. მადლობა ჩვენს პედაგოგებს, მათი უანგარო სამსახურისთვის მინდა აღვნიშნო, რომ სწავლა დაწყების დღიდან დღემდე სწავლა არის უფასო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ჩემი იდეა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეს იყო მთავარი ჩვენი დევიზი. ჩვენი სკოლის დევიზი არის დავესესხეთ ჩვენს ილიას ღირსება, ენა, მამული. ამაზეც ჰქონდა პრობლემა, რომ სარწმუნოება ამოვიღეთ, მაგრამ გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ უცხო ქვეყანაში, აქ სხვა სარწმუნოება და გვინდოდა ქართველ ებრაელებსაც ესწავლათ, ამიტომ სარწმუნოებაზე ამოვიღეთ და ჩავსვით ღირსება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ღირსეული ქართველები გაიზარდონ. მაგრამ რელიგია ისწავლება თქვენ. რელიგია ისწავლება, რა თქმა უნდა, რელიგია ისწავლება. და თითქოს სად ექიმი, ანესთეზიოლოგი და სად ესეთი საქმე. მაგრამ თავარი ჩემთვის ამოსავალი არის საქვეყნო საქმეს კეთდება, სამამულიშვილო საქმე კეთდება, დიდი საქმე კეთდება და არ მოვიტყვებ ეგოისტურად ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ საქმეს რო უყურებ და შედეგესაც რო უყურებ. დღევანდელი ზეიმი იყო ჩემთვის სულის ზეიმი. მცრემლები მომადგებოდა ჩვენები რო ხიმს მღერიან ესეთ ვაშკაცურად და როგორ გამოდიან და როგორ ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომ შეთავსება ძალიან გამიორდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს ყოველწლიურად საგრანტო პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში საკვირაო სკოლების, ქართული ცეკვებისთვის სხვადასხვა აქტივობის პროექტების ხარდაჭერას. ამ პროექტის გამარჯვებული 2025 წელს სწორედ ქართული სკოლა მამული გახდა. რომ ვერ აზრი არ ქონდა დაწერას, მაგრამ საბოლოოდ მე ყველა დამეთანხმა, რომ ეს იყო მართლაც კარგი პროექტი, იმ გაგებით, რომ ჩვენი პედაგოგები 8 წელია უანგაროდ შრომობენ, სწავლას უფასოა როგორც ვთქვით და პროექტში დავწერე, რომ სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნებოდა ჩვენი პედაგოგების 8 წლის დაფასება და შევიტანე მათთვის სახელფასო ბონუსები, ვითა ეს ხელფასი შეიძლება. ეს არის ერთჯერადი პროექტი. მოდი პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ მადლობა საელჩოს, ჩვენ საელჩოს ისრაელში, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდში დგას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ელჩი, საკვირაო სკოლა ყოველთვის პრიორიტეტში იყო და ამას ჩვენ ხედავდით და მე მათი მადლიერი ვარ. პედაგოგები საოცარი ხალხია. საოცარი მადლიერი ვარ და დღესაც დიდი მადლობა გადაუხადე ამ დიდი სიყვარულისთვის და რაც თავარია ჩემთვის უანგარობას აქვს ამ მომენტში, რაც სკოლას ბავშვებს ეხება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქოს დავაკითხვას არ მეგონა სიმართლე გითხრათ. იმდენი ხელისშემშლელი ფაქტორი წამოჩნდა ამ გზაზე, რომ არ მეგონა თუ შევძლებთ, მაგრამ შევძლებთ. მადლობა უხას. მოსწავლეების წარმატება, შრომების მხარდაჭერა და პედაგოგების თავდადება ნათლად არჩევებს, რომ ქართული ენა და კულტურა საზღვრებს არ ცნობს. მამული აგრძელებს მნიშვნელოვან მისიას, რომ თაობებს შეუნარჩუნოს ის, რაც ქართველობას განსაკუთრებულს ხდის. 8 წლიანი სკოლის მოღვაწეობა. ეს არის ძალიან დიდი თავგადასავალი. ერთო ჩემი ცოდვი დაიწვი, ერთხელ მაინც გაახილე თვალი. ბავშვები, ჩემი რაიმე ისე მიყვართ თითოეული მათგანი ვგიჟდები. ბედის ბორბალიც ტრიალებს, დიდი მადლობა საქართველოს სიყვარულით, დიდი პატივისცემით. მადლობა. ვინი თხვის, სად მოგვიშოშებს იარე